100 წელი, 2215 წელი. დიდი დროა. დაფიქრდი, რამდენად განსხვავდება დღევანდელი დღე 1925 წლისგან. მაშინ არ არსებობდა ინტერნეტი, ატომური ენერგია, ანტიბიოტიკები და კოსმოსური ფრენები. შესაბამისად, 2225 წლის დედამიწა სრულიად განსხვავებული იქნება. აი როგორი შეიძლება იყოს ის. 1. ქალაქები და არქიტექტურა. სოლარ-პანკი. დღევანდელი რუხი, ბეტონის მეგაპოლისები შეიცვლება. ქალაქები დაემსგავსება უზარმაზარ ბაღებს. ვერტიკალური ტყეები. ცათამჯენები დაიფარება მცენარეებით, რომლებიც შენობებს გააგრილებს და ჰაერს გაწმენს. კლიმატთან ადაპტაცია. კლიმატის ცვლილების გამო ზღვის დონე აწეული იქნება. შესაძლოა ვიხილოთ მოტივტივე ქალაქები ოკეანეებში ან დამცავი გუმბათები ექსტრემალური ამინჯისგან თავის დასაცავად. ენერგია. ყველა შენობა იქნება ენერგოდამოუკიდებელი. მზის პანელები ფანჯრებში, ქარის ტურბინები სახურავებზე. ენერგია იქნება უფასო და უხვად, სავარაუდოდ თერმობირთვული სინთეზის წყალობით. 2. ადამიანი 2.0. ბიოლოგია და ტექნოლოგია. ადამიანები ფიზიკურად შეიცვლებიან ტექნოლოგიების დახმარებით. ნეიროკავშირი. სმარტფონები აღარ იარსებებს. ინფორმაციას პირდაპირ გონებით, სპეციალური ჩიპების ან ლინზების საშუალებით მივიღებთ. ფიქრით კომუნიკაცია, ტელეპათიის ტექნოლოგიური ანალოგი ჩვეულებრივი მოვლენა იქნება. ჯანმრთელობა. სიცოცხლის ხანგრძლივობა 120-150 წლამდე გაიზრდება. ორგანოებს 3D პრინტერებზე დაბეჭდავენ, რაც დონორების საჭიროებას გააუქმებს. ნანორობოტები სისხლში იმოძრავებენ და დაავადებებს, ვირუსებს, ქრომბებს წარმოქმნისთანავე გაანადგურებენ. 3. ყოველდღიური ყოფა და მუშაობა. საკვები. ტრადიციული მეცხოველეობა, როგორც არაეკოლოგიური დარგი გახრება. ხორცს ლაბორატორიებში გაზრდიან, სინთეტიკური ხორცი, რაც უფრო იაფი, ჯანსაღი და ეთიკური იქნება. ვირტუალური რეალობა, ფიზიკური გადაადგილება შემცირდება. ადამიანები იმუშავებენ, ისწავლიან და იმოგზაურებენ სრულიად რეალისტურ ვირტუალურ სივრცეებში. შრომა. ფიზიკურ და რუტინულ შრომას მხოლოდ რობოტები შეასრულებენ. ადამიანები დაკავდებიან ხელოვნებით, მეცნიერებით, ფილოსოფიით და გართობით. 4. პლანეტის განკურნება, rewilding. 100 წლის შემდეგ კაცობრიობა მიხვდება, რომ დედამიწა უნდა გადაარჩინოს. მრეწველობის გატანა. მძიმე დამაბინძურებელი ქარხნები დედამიწიდან კოსმოსში, ორბიტაზე ან მთვარეზე გადანაცვლება. დედამიწა დარჩება საცხოვრებელ და სარეკრეაციო ზონად. ბუნების დაბრუნება. ტერიტორიები, რომლებიც ადრე სოფლის მეურნეობას იჭირდა, კვლავ ტყეებად იქცევა. გადაშენებული სახეობების აღდგენა გენეტიკურ ინჟინერიით შესაძლებელი გახდება. 5. საფრთხეები და გამოწვევები. ყველაფერი იდეალური არ იქნება. კონტროლი. როცა შენი გონება ინტერნეტს უკავშირდება, ჩნდება ტვინის დაჰაკვის საფრთხე. კონფიდენციალობა, privacy სრულად გაქრება. ახალი უთანასწორობა. საზოგადოება შეიძლება გაიყოს ორ ნაწილად: გაუმჯობესებული ადამიანები, ვისაც ხელი მიუწვდება უახლეს გენურ ტექნოლოგიებს, და ბუნებრივი ადამიანები. მოკლედ, 2225 წელს დედამიწა უფრო მწვანე, მშვიდი და ტექნოლოგიური იქნება. ადამიანები შეხედავენ დედამიწას არა რესურსების საბადავად, არამედ უნიკალურ ბაღად, რომელიც მოვლა სჭირდება, რადგან ჩვენი ინდუსტრიული ინტერესები უკვე კოსმოსში გადასულია.